საქართველოს ნავთით მოუკლეს ვიაგამსახური. დღეს ისევ ბრძოლა საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისთვის. აქ ისევ დგას საოკუპაციო ჯარები. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული და სამართლებრივად შეფასებული კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაული და თავად გმირი პრეზიდენტის მკვლელობა. ამჟამად ქართველებს არ გვაქვს უკიდეგანოდ მომხენისდრო. საქართველოს დაღუპულ გმირთა სისხლი ჩვენს წარმატებულ ბრძოლას ითხოვს. ვინაიდან ბაბილონის გოდოლამდელი ერთეროვანი და ერთფეროვანი სამყაროს, ღვთისაგან დაგმოვილი სამყაროს თანამედროვე მესვეური ცუდ ძალმა დაღგავონ საქართველო პირისაგან მიწისა. ჩვენი თვითმყოფადება და უძველესი კოლხური პერიულ ანუ ქართველურ წიაღში დატოტვილი ფესვები ისევ მძლავრია. ფესვებს ვერ გვისპობენ. ისევ გავიზრდებით ახალ გორგასალებად, აბსირტეებად, აღმაშენებლებად, ქეთევანებად და სვიადებად. სვიად ქართველებად. სვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტოვას მკვლელობითაც კი ვერ დაგვამარცხებთ ერმო. ქრისტეს მიერი ძმები უფლის სამყაროში ამაღდნენ. სიეცი და გვიმზერე დღეს, აქაც, ქუთაისის სამლამას საერო ტაძარში და საბრძოლველად გვამხნევენ. ბრძოლა უკვე გამარჯვება. ზოგიერთს ბრძოლა აღარ შეუძლია. ადამიანური ცხოვრება და ბრძოლის ფილოსოფია. ბრძოლა სიკვდილით მთავრდება ზოგიერთ მოგდათათვის. გმირისთვის კი ბრძოლა მანამდე გრძელდება სანამ მისი მშობელი ერია ცოცხალი. Sotisopheliasea Tesarame uteneria Rasnavas laungeria Sivanus uxeneria უცნაური რამია ქრისტეს შობა თითქმის მუდამ საოცარი ღამია. დეკემბერი დააჭენებს ხილვით ნახატ ეწლებს. ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემს. ერეზეცა და ღევლინი არ გიგუეს მიწასა. ნუ თუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწასა. ზეცად წასულს უკან მოყვა ლოცვა ცრემლის დამდენი. ქვეყნად ერთი ღმერთი დარჩი და აიუდა რამდენი. ალბათ მისთვის გაიაფთა ხალატი და გაცემა. ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა, მეც დავწუნდი, არ გამქრალა ქვეყნად, შური დამტრობა, მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა და წარსული იმეც მახსნებს, მომავალი ოცნებას, მეგობარი ვეგარ მიცნობს, ნახავს და გაოცნება ქრისტეს შობას, სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს, ძველი წელი ხსოვნას მართმებს, ახალი კი იმედებს, ქრისტე აღსდგა, ჩემი სულით სასუხმობს ჭეშმარიტად. კლავიუდა ნიშნისგებით პასუხობს, თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავასვა ჯვარს ვერ ვკადრებ. ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა წაწყმედილი, შერცხვენილი, ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს ხოლო შენზე მრავალ მლოცვაც კვლავაც ხამე ეთიოს რწმენა ძნელად გადარჩება. ხატი უფრო ადვილად, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად. აბა გავივიდეთ.
აბზანი ძალიან ხოლმე ჩვენ აი ერთად საწლის წინ როდესაც ვიად გამსახურდიას და ბატონ მერაბ კოსტავას ერთი წლის იყვნენ ორთაველი და 65 წელი შეუსრულდათ ლესიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ძალიან მასიური, პომპეზური და ძალიან დიდებული საღამო ჩავატარეთ იქ მართლა ქალაქის სხვა ძალებიც იყო ჩართული ახალგაზრდებთან ერთად თეატრის მსახიობებიც იყვნენ ქორეოგრაფიული კოლექტივებიც ვოკალურიც და რა ვიცი ძალიან დიდი ზეიმი იყო მაშინ ეს ბათალია ეს აქ მცირე სცენაზე როგორც აკვეთილი ისე ჩავატარეთ ევალგელის მაგრამ მე მგონი მუხტი არც ევალგელს არ აკლდა ბატონოტარიელს მენი სიტყვა ნამდვილად ჭირდებათ ამ ახალგაზრდებსაც და საერთოდ ევალგელს და აი ამ გარემოს მე მგონია რომ ევალგელი უფრო დამოუკიდე უფრო ემოციური ეს წარმოდგენა და რატომაც მგონია რომ ეს ახალგაზრდები დღეს აკეთებენ ახალგაზრდები უფრო შინაგანად გამოხატავთ ამას და არა მხოლოდ მსახიობურად შეიძლება ასე ითქვას. მე დღეს როცა გისმენით თქვენ მეორე თუ მესამე თუ მე რამდენჯერ გისმენთ ტექსტს მე მგონია რომ გისმენით პირადად და ისევ იმავე ემოციით და რამის მეზომონდა ცრემლი რამდენჯერმე ალბათ ყველასთან ერთად და ეს თქვა მინდა რომ აი ეს ციტყები არ იყო მხოლოდ ციტყები და დამახსოვრებული ფრაზები მე ხედავდი როგორ ტიროდა ზვიად როგორ ტიროდა როგორ ცრემლი ისე განიცადა მანო ცრემლები წამოუვიდა და რა თქმა უნდა მეც შინაგანად აღვივსე ცრემლი და მეც მინდა რომ აი ეს ხო გმირული ცრემლი ეს არის გმირის ცრემლი ეს არის მეომარის ცრემლი და სანამ ეძალა ეს შინაგანი მუხტი ქართველობაშია ჩვენი ერი ნამდვილად იქნება მანამ მებრძოლი და მანამ ჩვენ იქნებით სოფლიოში იშვიათი საზოგადოება. მე გეტყვით თქვენ რამეს. სასწაულია 33 საუკუნოვანი არსებობა ქართული ერისა ასეთი ძლიერი და მრავალრიცხოვანი მტრების გარემოსვაში. დიდი ერი ჩვენა ვართ, რომ ამ ცისფერ რაოდენობის ხალხმა 33 საუკუნე გადავრჩით ცოცხლები და ამ ბრძოლაში და ამ ბრძოლაში გადაგხსენებები ვართ ჩვენ და ამიტომ ვართ დიდი ერი. ისინი მრავალრიცხოვანები არიან და ჩვენ მართლა დიდი ერი ვართ. მე მიხარია რომ თქვენ ეს შეძლებთ ქალბატონებო და ბატონებო, იჩემო და გოგოებო და მიხარია რომ მე ვარ თქვენთან ერთად და ეს სპექტაკლი ვარ დარწმუნებული დარჩება საუკუნოდ. მადლობ ბატონ თორნიკე, მადლობა თითოეულ ვენგარს მე იყურებ გაგვირდებოდით აქედან ჩანდა და თქვენ თვალზე ცრემლიური ხილე და ის ემოცია თან ისეთნაირი ის იყო ხანდახან რომ ვატყობდი რომ ტახის დაკვრაც გიდოდათ მაგრამ ისეთი ემოციით იყო ყველაფერი რომ იმ ჩარევაც კი არ ეგებოდა ისეთ მომენტში და აი ამისთვის უღრმესი მადლობა თქვენ ყველას და ere კომპანიარიოს თავისთავად იმიტომ რომ აი ეს დიდი მართლაც საშვილიშვილო საქმე მოხდა დღეს რომ აი ეს ჩაიწერა და მე მგონია ალბათ რომ ფართე საზოგადოებაზეც გაჟღერდება შემდეგ ეს თითოეული ფრაზა აქვს. ამაყა ერთი ფრაზა იმიტომ გამოდი მეორეჯერ რომ ეს სული ამ ქალაქში ყველა ქალაქი ნებასმე თბილისში ცხოვრობ დაგბადი აჭარაში მაგრამ ეს რაღაც სულთა ქართული ძარღვი ამ ქალაქშია და ამ ქალაქში განხორციელდა ეს სპექტაკლი. მე მინდა ვუთხრათ იმავება ჩემი მხრიდან თელს ქალაქს და განსაკუთრებით ჩვენს შეხ მეგობარს ქალბატონ თამარ ბილიანიძეს რომელმაც შეძლო რომ გადაიღო ეს ფილმი, ეს სპექტაკლი, ეს ყველა წარმოდგენა და შეინახება სამუდამოდ ტელეკომპანია რიოს საშუალებით ეს ლამაზი და ძალიან ღმერთი ასიანი წარმოდგენა. ვიტყოდი ყველას. არ გინდა რა გადანახავს აღთოვანებული ვარ მაგრამ დღეს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭამა ძალიან მიხარია ბავშვებო გილოცავთ აი ამ ნაბიჯებს და წარმატებული იყოს თქვენი ყოველი გადაბიჯება ენდეთ მასწავლებლებს და ყველაფერი კარგად იქნება
მადლობთ ქალბატონო მარინე. აი ახლა არ ვიცი ბოლომდე თქვა თუ არა რომ ჩამოყალიბდა ყოველ შემთხვევაში ჩამოყალიბების პროცესში არის სასკოლო ახალგაზრდული დაცი რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევით მოახერხეს ის რომ და მეც კი გადამიბირეს რომ დაექვეს მარჯანიშვილელები და აი ამ ფორმებით არიან ახალგაზრდებს და ალბათ ქუთაის მართლა ჭირდება ის ახალგაზრდული სული რომ ესე იგი თანატოლები სკოლის მოსწავლეები მოვიდნენ და მათ თანატოლებს სცენაზე აი ასე გაუწიოთ თანადგომად თუ იხილონ ის მუხტი მიიღონ მათგან და ის რომ მათაც ყველას შეუძლია ეს ამის რწმენით წავიდნენ შემდეგ დავდგეთ რომ ახლოდან სახეები გადავიდეთ.